სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით და 2019-21 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათების გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464,496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავის სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათის გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი 464,496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მზადაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარჩელი საჯარო გახდება და საზოგადოება მეტ დეტალს მოგვიანებით გაიგებს. მანვე განმარტა, რომ საკითხზე სამუშაო და საწერი ბევრია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლომდე შევა. მმართველი გუნდის ოპონენტების განმარტებით აღნიშნული ქმედებით ქართული ოცნება ქვეყანაში დიქტატურას საბოლოოდ გააფორმებს. კავშირი არ აქვს რაიმე სახის დემოკრატიულ პროცესთან, როგორც წესი, ეს არის დიქტატურის ბოლო ფაზის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ამას არ ვუყურებთ ნამდვილად ტრაგიკულად. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობა არ გადის მის რეგისტრაციაზე. იურიდიული რეგისტრაციის გაუქმებით მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ბევრად უფრო მეტ პრობლემას შეიქმნის განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე, ვიდრე ამ ნაბიჯის გადაუდგმელობის შემთხვევაში. როდის იკრძალება პარტიები იკრძალება მაშინ, როცა სპარდება დიქტატურა. როდის ხდება კრიმინალი საკუთარი აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება, ანუ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კრიმინალიზაცია ხდება მაშინ, როცა სპარდება დიქტატურა. ანუ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე ფორმის დიქტატურის დამყარება. აქციების დროს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი იზრდება. ამჯერად ტელეკომპანია ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტ ცირა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჟვანიას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს. მათივე ცნობით აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან სამართალდამღვრია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით საპროტესტო ტალღის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. ეს არის კლასიკური დიქტატორული კანონმდებლობა, რასაც არ მალავს ქართული ოცნება, რატო იღებს ამ კანონებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც უკვე 100,000 ლარის ჯარიმა აქვს და მაინც დგანან იქ თავისუფლებისთვის, აწი თავისუფლების ხარკის მაგივრად უნდა გადაახდევინონ საპატიმრო დაწესებულებაში საკუთარი თავისუფლებით ეს ხარკი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა რეპრესიულმა მანქანამ არ იმუშავა, ვერც ეს რეპრესიული მანქანა ვერ შეაჩერებს იმ პროტესტს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. ადამიანებს ემუქრებენ ციხით, თუ ისინი გამოხატავენ თავის მოსაზრებას ან იცავენ თავის პოზიციას საჯაროდ. ესეც არის აბსოლუტური კომპონენტი დიქტატურის დამყარების.
პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. კერძოდ, პარლამენტში პარტიის 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შევა. მათი თქმით, პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პარტია პარლამენტში უკვე შესული იყო და თუ გაცდენებს შეწყვეტენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ოპოზიციაში კითხვია, რომ პარტიის გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შესვლა ქვეყანას ვერაფრით დაეხმარება. ამით აღიარება, არ აღიარება, ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობის საკითხი საბედნიეროდ ვეღარ გადაწყვეტს გახარია შესვლა არ შესვლა. უბრალოდ ამ წუთის მდგომარეობით ეგრეთ წოდებულ პარლამენტში 99 ქოცის მაგივრად 101 ქოცი იქნება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 გაიხსნა. მასში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი შესაძლებლობა და სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ფორუმზე სიტყვით პირველი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და გამტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის ყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ამასთან, საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკაც. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.